ხატვა დავიწყე ეს იყო 1994 წელი რა. ეს ისეთ პერიოდია, როცა ზამთარში ფეჩ ვაგროვებდი მურს, რომ შავი საღებავი გამეკეთებინა. თავიდანვე რაღაც მოვერგე ბევრ მასალას და დღემდე ვხატავ ხშირად შერეული ტექნიკით. ანუ ვიწყებ აკრილით, დამუშავებას უკეთებ ზეთით, ზემოდან შევდივარ ოქრო ვერცხლით, გელის ტიპის საღებავებით. რაც ხელში მომხვდება ვხატავ, ქვიდან დაწყებული, აი თხილამურები მაქვს მოხატული, ჩაფხუტები მოხატული. ხუმრობენ ხოლმე დიდხანს არ გაჩერდეთ თორე ავტო გადაგხატავთ. ანუ რეალურად არის ხოლმე ეს მომენტი. ყოფილა ესეთი ეპიზოდები, რომ უკითხავთ, აუ შენ კიდე ხატავ? ადამიანების წარმოუდგენელია ხშირად რაღაც კეთება დიდი ხნის განმავლობაში თუ ამას არ მოაქვს ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი დაუშვათ. რეალურად მხატვრობა ჩემთვის არის ისეთი რაღაც რის გარეშე ფიზიკურად არ შემიძლია. თუ დიდხანს არ დავხატე, ფიზიკურად ხდები ხოლმე მერე ცუდად. ხშირად მეკითხებიან, აი რა დროს ანდოებ კონკრეტულ ნამუშევარს. მე ვითვლი ნამუშევრის დროს ჩანაფიქრიდან. ხანდახან არის თვეობით რაღაც ნახატზე ვფიქრობ, ანუ როცა თავში მწიფეა ნახატი უკვე და უნდა გამოვიდეს გარეთ, აი მერე თითქოს ხელებიდან გამოდის ვიწყებ ხატვას. თვითმფრინავი მოვხატე 2 კვირაში, დიდი თვითმფრინავი ფუნჯით, დაუჯერებელია, ხა დღესაც რო ვფიქრობ, 12 კილო დავიკელი იმ თვითმფრინავის ხატვაზე. მეტრო მოვხატე 20 საათში. ყველა ნახატი რაღაც იდეის მატარებელია, მაგრამ ხშირად სათაურს არ ვაწერ ნახატს, რომ ნახველი არ შევზღუდო რაღაც აქ-მაში. არის იშვიათი ნამუშევარი, რომელიც დასათაურებულია, თუმცა ყველა ნამუშევარს აქვს თავისი კონკრეტული იდეა, ისტორია. ნახატი არის თვითონ ცოცხალი ორგანიზმი. თუ ნამუშევარი ინარჩუნებს ამ თვისებას შექმნის მერე, რომ ის აგრძელებს ურთიერთობას მნახველთან და იგივე ჩემთან, ხო? მაშინ არის ხოლმე უფრო შემდგარი ნამუშევარი ჩემთვის. ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როცა ნამუშევარი გადის და სხვა სივრცეში იწყებს ცხოვრებას. ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, საზღვარგარეთ არის ბევრ კოლექციაში, კერძო კოლექციაში ჩემი ნახატი და ხანდახან არის ხოლმე მომენტი, როცა უცებ აი ვიღვიძებ და ვიღაცა მახსენდება, ვინც ის ნახატი წაიღო. რომ მივწერ ხოლმე ხომშვიდობა რაღაცა და იქ აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაცა მართლა მოხდა. ან კარგი, ან ცუდი, სხვადასხვანაირად არის და ხუმრობ ხოლმე, რომ ეს ნახატები ვიდეო თვალებით არის, რა თითქოს შენ ნაწილს უშვებს სადღაც და ეს არ იკარგება მერე და იქ აგრძელებს ცხოვრებას. ყოველთვის ვცდილობ, რომ ნეგატივი გავფილტრო და ნახატში გადმოვცე რაღაც პოზიტიური მუხტი. ანუ მე რო ნახატს ვაწერ ხელს, ეს ჩემი მხრიდან არის რაღაც შინაგანი ვალდებულება, რომ ნახველს მივაწოდო დადებითი მუხტი. არის ხოლმე ძალიან ბევრი თემა, რომელსაც შეიძლება მოეჭიდო, მაგრამ არის ნეგატიური თემა და მაქვს ეს ყველაფერი პრინციპულად დაბლოკილი.